პირველ რიგში მივესალმები ციხეში დამწყდეულ ტუსაღებს, გუში ვიყავით პროცესზე. ჩვენები არიან იქ დაჭერილები, ჩვენი კოალიციის წევრები, მაგარი ხალხი ძალიან, ვეფხო კასრაძე გუში ნამდვილი თვის მერე ძლივს ვნახე, ვასიკო კაძელაშვილი და ზოგი რა პატარა ბავშვია იმ დაჭერილი პოლიტპატიმრებიდან პირველ ტალღაზე რო დაიჭირს. აი ზოგი რა საყვარელი პატარა, მოკლედ ხნეობა. მინდა მათ უსურო, რაც შეეხება მაგრა დეწვით ამ თემაზე თუ ხედავ. ეს არის თემა, რომელზეც ძალიან აეწვათ, იმიტომ რომ სახელმწიფოს ღალატში ყავს დაჭერილი. მე მოგცემ საშუალებას, რომ ცლად განმარტოთ თქვენი პოზიცია, უბრალოდ მაგრა დაეწვათო, რომ ამბობ, თქვენთანაც გავიმეორებ ამ სიტყვებს. ბოლო დღეებში ეს იყო უცნაური აქტიურობა, მე ვგულისხმობ მედია აქტიურობას პრემიერის მხრიდან, რომელმაც მოიარა თითქმის ყველა სამთავრობო არხი და აი მე როგორც ერთ მაყურებელს გამიჩნდა განცდა, რომ ის პირველ რიგში საკუთარ მხარდამჭერებს ელაპარაკებოდა ამ არაბულ ინვესტიციაზე, ანუ რაღაც აქვს დასამტკიცებელი. მოცურდნენ ძალიან, პირდაპირ ეს არის ღალატი ქვეყნის და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. ანტისახელმწიფოებრივი. რატომ არის ანტისახელმწიფოებრივი? რატო უნდა გაჩნდეს არაბებმა? ეს ხო ერთნიშნულად მე ხო არაფერს არ ვაჭარბებ. იმ კომპანიის წარმომადგენელი, ხელმძღვანელი კაცი არაბი გამოვიდა და სიტყვით თქვა ტელევიზორში. ეს ორი ქალაქი რო აშენდებაო, 60%-ო სულ მცირე გაყიდვებისო, ანუ ნახევარზე მეტი იქნებაო უცხოელებზეო და ჩამოთვალა. საუდის არაბეთი არაფერს არ ვაჭარბებ იმ კაცის სიტყვების ციტირებას, ვახდენ სიტყვით. საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული ემირატები და ასე შემდეგ ჩამოყვა. ანუ მართლა შენდება. თან შეხედეთ რა არის ყველაზე გამაოგნებელი ამბავი, რა ადგილებში შენდება. კწანისის ტყეპარკი ეს არის ქვემო ქართლი, ვიცით ქვემო ქართლში როგორი ამბავიც არის და აჭარა, ანუ გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონი. ისიც ვიცით როგორ ვითარებაშია, სად არის, როგორ არის. იქ როგორ შეიძლება რომელიმე ეთნიკური ჯგუფის ქალაქი იყოს და მით უმეტეს არაბული ქალაქები. ეს ერთი ამბავი. პირდაპირ ყურებით დავიჭირეთ და გამოვიჭირეთ, რომ ღალატობენ სახელმწიფო ინტერესებს და ამ ქვეყანას. ქსენოფობია. ეხლა რაც შეეხება ქსენოფობიას. მთავარი კითხვა მანდ რაც არის. გაასაჯაროონ ხელშეკრულება. ხო, ალბათ ეგ უნდა მეთქვა, ალბათ თავარი პრეტენზია მოდის იმაზე, რომ არ არის გამჭვირვალე და ნიქარული თუ არა აქვს, რატო აქვს დამალული ხელშეკრულება? ძალიან საინტერესოა ერთი რამ პირველები უყვებოდა მაყურებელს ამაზე, რომ ამ მშენებლობებისთვის ქართული ოცნება მეწარმეთა შესახებ კანონს ცვლის და თუ აქამდე დაუშვათ საჯარო მოხელეს კერძო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში მუშაობლის უფლება არ ქონდა, უკვე იცვლება ეს წესი. მოკლედ, ამ კომპანიის და აი ამ არაბული აფიო რის გამო მთელი მთავრობა ჯერ ასამარცხინოა, აი თავგაჩეჩილი თავის თავს პრემიერს რო ეძახის და მისი ცუციკობა ხო ეძახის ასევე პრემიერმის. დადის და რომელიღაც კომპანიის პრომო ბიჭი არის. დადის ეთერ ვიდეო ჩაწერა კლიპი, ეხა იმღერებს და იცოქებს ცოტა ხანში ალბათ და იტყვის რომ აი მე რა მეტი საქმე არა აქვს. იმ არაბულმა კომპანიამ თავის მარკეტინგზე იდარდოს თვითონ თუ რაღაცა მამაძაღლობას არ აქვს ადგილი, მაგრამ მამაძაღლობას აქვს ადგილი. სამშობლოს და საქართველოს ინტერესების ღალატს აქვს და ქვეყნის მიწაწყლის გაყიდვას აქვს ადგილი. გაუგებარ შეთანხმებას. მარტივ რაღაცას ვიძახით ამდენი ხნის განმავლობაში. იქნება რაღაცები გველანდება და ქსენოფობიაზეც გადავალთ. ხელშეკრულება გაასაჯაროონ. გითხარით რა წერია იქ? რატომ ალავენ თუ მიქარვას არ არის რაღაცას ადგილი? რატომ არ ასაჯაროებენ? ეს იმიტომ რომ აფიორა არანაირი ინვესტიცია არ შემოდის. არანაირი ინვესტიცია არის რაღაცა კონკრეტული ფული, რომ ჩაიდება ქვეყანა. არაფერი ფული არ იდება. ჩვენ აქ ვაძლევთ ჩვენ მიწაწყალს 1000 ჰექტარ მიწას ქვემო ქართლში და აჭარაში, ჩუქნით ვიღაც გაუგებარ ტიპებს, რომლებიც სწავლენ და მასე არაბი ინვესტორი კი არა, ნებისმიერი ტიპი ვნახოთ, გარემოვაჭრე, გავაჩეროთ, რა ვიცი მე, ნებისმიერი ადამიანი მივცეთ 1000 ჰექტარი და წავა ბანკში და აიღოს. გარემოვაჭრე 6 მილიარდ ნახევარს ვერ შემოიტანს. 1000 ჰექტარი მისცეს და ნებისმიერი შემოიტანს. მამაძაღლობა იქ ძაღლის თავი იმაშია ჩადებული. რაც შეეხება ქსენოფობიას. ეხლა გეტყვით მე თქვენ. აი ეს თავგაჩეჩილი არის, ხო, რომ იძახდა, რომ მუჰამედებმა არა, ახლა მე არა მაქვს ეგეთი რა. არა, თავგაჩეჩილზე გთხოვეთ კომერისა. თავგაჩეჩილი აბა რა არის? მოღალატეა ამ ქვეყნის ნეტა მარტო თმა როა გაჩეჩილი ეგ იყოს ამ ქვეყნის პრობლემა. ან მისიან ამ ქვეყნის პრობლემა იყოს. ქვეყანას რო ღალატობენ, აი მაგია ამ ქვეყნის პრობლემა. ხო და აი ეგ ტიპი, აი ეგ პერსონაჟი არ იძახდა, რომ ევროპაშიო შეხედეთ რას დაემსგავსა ევროპა. ყოველი მეორე ბავშვს მუჰამედი ქვია. აი ეგ არის ქსენოფობია.
ეგ ჩემ ფრაზა ხო არ არის კობახიძის ფრაზა და მე რა გააკეთა იმ მუჰამედებთან მივიდა და 1000 ჰექტარი უნდა გაჩუქოთო ჩვენი წინაპრების სისხლით გაჯერებული მიწაწყალი. აი მუჰამედებს რა გელა ქვია იმ არაბული კომპანიის ხელმძღვანელს ნოდარი სოსო დათო თუ ისინი არიან რა ქვია ოდითგან მართლმადიდებლები. არაბები არ უნდა აშენდეს არაბული ქალაქები საქართველოში. გინდა ქსენოფობი მეძახონ და გინდა რაც უნდა მეძახონ. არ უნდა აშენდეს საქართველოში უნდა შენდებოდეს მარტო ქართული ქალაქები. მორჩა და გათავდა სადაც საქართველოს მოქალაქეები იცხოვრებენ და არა საუდის არაბეთის და რო ჩამოგვითვალა იმ კაცმა ემირატების და იმათი და ამათი. მათთვის ეს არ არის მარტივი თემა. თავისთავად ცხადია, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, შემთხვევითი მე პირადად არ მგონია, რომ ამ ტემპით მან მოიარა თითქმის ყველა სამთავრობო არხი, რომ ელაპარაკა ამ თემაზე და პარლამენტში ხვალ ვიცის საკუთარი მათ შორის საკუთარი მხარდამჭერების ამ ქვეყნის მოსახლეობის განწყობები ალბათ და ამიტომაც მათ ჩათვალეს საჭიროდ, რომ პირადად ირაკლი კობახიძემ უნდა ილაპარაკოს და ახსნას სიკეთე აი ამ პროექტის წეღან ზალიკომაც გამახსენა მანამდე ვიდრე ამ სამთავრობო მედიებს მოივლიდა Facebook-ზე ლაივი და რატომ თქვენი აზრით ანუ აი რა ინტერესებია კარგით მოყვებით ლოგიკაში რომ არ არისო ამბობთ არანაირი 6 მილიარდ ნახევარი ინვესტიცია მას რა ინტერესებია დამანახეთ რომ წამოყვეთ ამ ლოგიკაში დიდ მამაძაღლობას აქვს რაღაც დიდი აფიორა აქვს სადაც წაგებული რჩება საქართველოს სახელმწიფო რომელიც არაბებს ჩუქნის 1000 ჰექტარს ორ ძალიან პრობლემურ რეგიონში და არანაირი ინვესტიცია არ იქნება ეს კომპანია სადაც შევიდა ევროპაში ყველგან გამოყარეს და მამაძაღლობას რო არ კონდეს თავი რა უნდა ადექი და გაასაჯაროი შეთანხმება ეხა წინასწარ მე მინდა თქვა ხვალ რაზეც გამოვა კობახიძე და იმას რა ქვია თავზე ნაცარს დაიყრის და ღაწვებს ჩამოიხუკავს რომ აი ანაკლიის პროექტი, აი ხაზარაძე, აი გასაიდუმლოებული იყო შეთანხმება. ჯერთი მამუკა ხაზარაძე ანაკლიის რო აშენებდა, მამუკა ხაზარაძე არ იყო პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წარმომადგენელი. ყველანაირ საბუთს უთანხმებდა ეკონომიკის სამინისტროს. ხომ ასეა რა? თვითონ ხო არ ჭიჭკნიდა რაღაცა იმას რა ქვია პორტ. მიდევა პორტი გააკეთე შენ თვითონ. გამორიცხულია ხო? სახელმწიფოს ხარდამჭერის გარეშე არ კეთდებოდა ეს ამბავი. სანამ ხარდაჭერა იყო. და მე როგორი და გასაიდუმლოებული იყო შეთანხმება და გაესაჯაროებინათ ეკონომიკის სამინისტროც მაგათი იყო, მთავრობაც მაგათი იყო, ყველაფერი. ხაზარაძე იყო ბიზნესმენი და არა მთავრობის წევრი. ბიზნესზე იყო. ანუ ეს არასწორი იყო სახელმწიფო თანამდებობის არგუმენტი არის. ვიღაცა რო ვინც ფიქრობს ეხა ვიღაც ალტვინა რომ ო აბა იმანაც რო გაასაჯაროს ხაზარაძე იყო ბიზნესმენი და არა მთავრობა და ესენი წარმოადგენენ მთავრობას. ამიტომ ხაზარაძეს და ეკონომიკის სამინისტრო იყო თავიდან ბოლომდე ყველა საქმის ქვეშ. მე მეორე ამბავი. სად არაბული ქალაქები და სად პორტი? ის იქნებოდა საერთაშორისო ინვესტიციით აშენებული ქართული პორტი. და იქ ბაყაყები ყივიან ახლა 4 წელი უკვე იქ უნდა დუღდეს ყველაფერი და 10000-ობით ადამიანი უნდა იყოს დასაქმებული. წავიდეს ვინმე ნახოს არა 3 დაცვის თანამშრომელი დადის იმ პერიმეტრზე და ბაყაყებია მარტო. როცა 2021 წლიდან პორტი უნდა ფუნქციონირებდეს. პორტი ნიშნავს ტვირს, ტვირთი ნიშნავს გადაზიდვებს, გადაზიდვა ნიშნავს უამრავი ადამიანის დასაქმებას. იმას ქუთაისის აეროპორტი მიებებოდა უზარმაზარი პერსპექტივა. პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელი იყო. არანაირი შედარება ეს არ არის პორტსა და არაბულ ქალაქს შორის განსხვავებაა და არაბული ქალაქები არ უნდა აშენდეს და ეს აფიორა არ უნდა გამოუვიდეთ. ეწვით მოხვდათ, იმიტომ რომ დიდ მამაძაღლობასთან გვაქვს საქმე. დეტალები მამაძაღლობის რო გავიგოთ, ამისთვის ის ხელშეკრულება უნდა გასაჯაროდეს, კი არა მიყვებოდეს ზღაპრებს. როგორ ფიქრობთ, მაგრამ მე კიდევ იმას შევახსენებდი ჩვენს მაყურებელს, რომ უბრალოდ რეალურად კითხვების დამსმელი პარლამენტში არავინ არის. დღეს ვხედავთო ამბობს კობახიძე, პატრიოტთა ალიანსი, ლელო და ნაცმოძრაობა ერთად გამოდიან და მხოლოდ პოლიტიკური ქულების დაწერისთვის არის ეს განცხადებები, სინამდვილეში ერთი ხელიდან იღებენ ისინი დავალებებს, ერთი ხელიდან იმართებიან, ერთი ხელიდან იღებენ დაკვეთებს. თქვენ პატრიოტთა ალიანსი ალტინფო ალბათ აქ დაავიწყდა და ნაცმოძრაობა. ჩემი შენ გითხარიო და გული მოგიკალიო ხო იცი ნაყვაო მაყვავს უთხრა ჩემზე შავი ხარო. ეგრე მოსდი თვითონ რომ მიშვეულები არიან რომ არიან მონები ბიძინაი დილით რო იღვიძებს თელი ოცნება გული უსკდებათ ალბათ ნეტა ბიძინაი ვანიშვილმა რასიზმარი ნახა და ვინმეზე ხო არ გაბრას და ან არ გაბრას და ვის დაერევა ეხა და მოპარულ ფულს ვინც წართმევს ეგრე არ ვცხოვ თვითონ რო ეგრე ამ რეჟიმში ცხოვრობენ რომ მონები არიან ერთის ხრი ბიძინა ივანიშვილის და თვითონ ბიძინა ივანიშვილი
FSB-ს. თვითონ გონიათ რომ სამყარო 100-ია მოწყობილი. რომ ყველა აუცილებლად და რამე საქმეება მე პატრიოტ ალიანსთან ან ალტინფოსთან არაფერი შეხება არ მაქვს თვალით ეგენი არ მინახავს ალტინფოს ხოლმე საერთოდ არ მინახავს თვალით ტელევიზორში სადღაც მყავს ან რა შუაშია რა ერთი deep state წარმოადგენდა ბოდუებში რო არის რა თქვან რა გვიპასუხონ აი ამ მოცურებაზე აი იმაზე რომ უბედურად ეწვით ეს იმიტომ რომ ხო გამოჩნდა აქამდე ხო ყელყელაობდნენ რომ ესე იგი ჩვენ ვიყავით რაღაც დაფინანსებული ლიბერალური რაღაც deep state-ის რაღაცა ჯანდაბისგან და თვითონ იყვნენ აი ქართველი პატრიოტი ქრისტიანი მეოჯახეები ხო აღმოჩნდა და თვალი არ დაუხამხამებიათ ისე გავარდნენ და არაბებზე ყიდიან მიწაწყალს კრწანისის ტყეპარს ყიდიან სადაც ყოველი გოჯი კრწანისის სადაც 1795 წელს ჩვენი ბედი სამწუხარო ძალიან ცუდად გადაწყდა 3 დღე რო ვიხოცებოდი და თითოეული გოჯი რო არის ჩვენი კონკრეტული წინაპრების სისხლით ეგენი ეთქობა აღა მაჰმად-ხანის მხარეს იყვნენ ეს დინარაძე კობახიძე და ეს კორუფციული ინტერესებს ხედავთ ალეკო ამ იმიტომ მამა ძაღლობა კორუფცია და ქართული ოცნება ამ ბოლო პერიოდის მთავარი თემა იყო სხვა შორის ძალიან საინტერესოა მაყურებელსაც შევახსენებდი აქვე თქვენთან ერთად რომ აი ეს დიდი ქუხილი და დიდი ხმაური დაწყებული საქმეები აღძრული საქმეები ფარცხალაძე ლილუაშვილი ნუ ღარიბაშვილი ვნახეთ მილიონიანი გირაოთი ყველაზე მეტად ღარიბაშვილი დასაჯეს მათ შორის და ეს თემები საწავიდა 700 მილიონი დოლარის საწავიდა ანუ აი საწავიდა რეალურად ეს ძალიან საინტერესო კითხვებია და ამიტომ გეკითხებით აი აქ რაღაც კონკრეტულ კორუფციული ინტერესებს ხედავთ რა თქმა იცი რა მამა ძაღლობას ძალიან მარტივ რაღაცას ვიძახით რომ ბიჭო თუ რაღაცაში არ არის საქმე აიღე და გაასაჯარო ის ხელშეკრულება თავრობა ხარ მოსახლეობასთან ხო რაღაცა იმის სახელმძღვანელოებით მაინც ანგარიშვალდებული ხარ ხელისუფლებასთან ისა ხალხთან ხო თავრობა ვინა ხალხის მიერ არჩეული ხო ახლა სახელმძღვანელოს რო გავყვეთ პოლიტოლოგის და ანგარიშვალდებული ხარ და ხალხი რო გეუნება რომ მანახე რა წერია კაცო რაღაცა არ მომწონს მანდ იქნება სამდემართლები არიან იქნება 6.5 მილიარდი კი არა 46 მილიარდი დოლარი წერია და არ ვიცით იქნება და ტაში დაუკრათ მაგრამ არა სადასაიდუმლოებ სადმალავ რაღაცა სადაგა გამწვარი და მე პრომო ვიდეოებს აწერ და რატო დაწანწალებ ესე ეთერ რატო იმიტომ რომ სადღაც მიქარული გაქვს რაღაცა ძაღლის თავი არის იქ ჩადებული არანაირი ინვესტიცია არ იდება შედეგად რას ვიღებთ იცი ჩვენ მიწაწყალს ვანიავებთ თან არაბებზე და ვიღებთ ორ არაბულ ანკლავს საქართველოში. ერთ სიტყვას არ ვაჭარბებთ, ვისაც ეჭვი ეპარება ამაში, ნახეთ იმ არაბული კომპანიის დირექტორის ძალიან პატიოსანი და გულახდილი ინტერვიუ, სადაც სიტყვით ამბობს, რომ აქო 60% მინიმუმ ბინების გაიყიდება იმაზე რა ქვია. და უკვე ბინებს ყიდიან, ხო ნახეთ არა, უკვე ბინებს ყიდიან. ეს ქართული ოცნების ხარდამჭერები ძალიან მაინტერესებს სოციალურ დახმარებაზე რო არიან. რისი იმედი აქვს რომ მივლენ და იქ $12,000 რო 1 კვადრატული მეტრი იღებს. 1 კვადრატული მეტრი $12,000 რო იღირება რას იზამენ ერთი თავის 350 ლარიანი სოციალური დახმარება. მივლენ და სახლებში. მე მაინც მგონია რომ სწორედ მაგ ხალხისთვის მოსაწონებლად ამ პროექტის მოსაწონებლად იყო მისი ბოლო პერიოდის მედია აქტიურობა. ალეკო როგორი გაქვთ განცდა სად არის ეხლა ქართული პოლიტიკა ჩიხში გრძნობთ თავს თქვენც როგორც პოლიტიკური ლიდერი აი მე როგორც მედიის წარმომადგენელი ანუ ზოგადად რა მდგომარეობაშია ძალიან მალე შესაძლოა ჩვენ დავდგეთ იმ რეალობის წინაშე როდესაც მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოთი სადაც არის სარჩელი შესული აკრძალვა პარტიებისა და აი სად ვართ ეხლა ჩვენ რეალურად ან პოლიტიკოსები პოლიტიკური პარტიები კი მესმის ციხეში ზოგი გარეთ მაგრამ ახალი საქმეები აღძრული მათ წინააღმდეგ და შესაძლებელია ხვალზე ისე უკან ციხეში აღმოჩნდნენ რა ჭირს დღეს ქართულ პოლიტიკას ძალიან ყოჩაღად ვარ და მხნეთ ვარ თქო და ყველაფერი კარგად კარით ხო არ ვითქვია ვერ ხართ ყოჩაღად და მხნეთ ყოჩაღად რო ვიყოთ ეხა ეს ნაძირლები ხელისუფლებაში ხო არ იქნებოდნენ არა ვინც არიან ეს მოღალატეები, მაგრამ უიმედოდ საქმე არ არის. დამანახეთ იმედი. გეტყვით, ჩემი ახლობელი დააკავეს ერთი მოკლედ ამას წინ და არაერთი პოლიციელი, აი ტვინი წაუღეს, ხან ერთი, ხან მეორე ეუნებოდა, რომ მართლა რამდენს გიხდიან და მე მაინც მითხარი და კაცურად მაინც მითხარი და აი მართლა როგორ რიცხავენ და რიცხავენ თუ ხელზე ის რაც ხდება ქუჩებში
ეს გაუტეხლობა და წინააღმდეგობა აცოფებთ მაგ ტიპებს. არც ერთს იმიტომ რომ თვითონ ხო მონები არიან, თვითონ ფულს თუ არ იპარავენ, თუ თვითონ თუ ბიძინა ივანიშვილი დავალებას არ აძლევს, თვითონ არასოდეს არაფერს არ გააკეთებენ. იმიტომ რომ არიან სათამაშოები, აი ეს თოქზე ჩამოკიდებული სათამაშო. ერთ-ერთი мотиваცია ქონდა, ოღონდ ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდსაც არ აქვს ისე საქმე რო იცოდე, ჩიგნით იმისთანა დრტვინვა არის. ბიძინა ივანიშვილი მოსწონდათ მანამ სანამ კარგად იყვნენ რითი, ფულს იპარავდნენ და ეხა ამარო ჩამოუარა და უკან დააბრუნეთ, ეხა ეს მოპარული ფულებიო. სრული პასუხისგებლობით არიბაშვილი, ლილუაშვილი, ის ქარსელაძე თავგასიებული და რამდენიმე კი ახსენეს, მაგრამ ყველას დაუარეს საერთოდ ვისაც ფული აქვს მოპარული. ხო, ეგ განცდა ამ პროცესებმა, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ესეთი ქარიშხალი ამოვარდა მათივე გადაწყვეტილები და ეხა უცებ ყველაფერი გაჩერდა და ეგ აჩენს მაგ განცდას, რომ სავარაუდოდ დიდი ფული ჩაიტანეს ამ დასახელებულმა კაცებმა. ისეთი დაბნეულობა, გაურკვევლობა და სიძულვილი და ბრაზი აქვთ. თვითონ უბრალოდ ხმამაღლა ვერ იძახიან, იმიტომ რომ ვინც ხმამაღლა თქვა, ღარიბაშვილი ხმამაღლა ჯუჯგუნებდა, როგორც ვიცი და იმიტომ მოხდა. კარგით რა, მაგას ვერ დავიჯერებ. ყველაზე დამამცირებლად. ქარსელაძეზე უფრო დავიჯერებ, რომ შეიძლება ეჯუჯგუნა. აი, ღარიბაშვილი ხმამაღლა რაღაცას აპროტესტებდა, ამას ვერ დავიჯერებ. ხმამაღლა ხა აქციაზე არ გამოსულა, იმიტომ რომ აი, ვერ დავიჯერებ და მომკა. მოკლედ, შიგნით ვერ აქვთ ისე, როგორც გამოდიან და რაღაც დაწყნარებული მეტლახის სიფათებით რო ლაპარაკობენ, ეგრე ვერ აქვთ, იმიტომ რომ გეუბნები ბიძინა ივანიშვილს ტაშს უკრავდნენ გულწრფელად მაშინ, როდესაც თან ბიძინა ივანიშვილს ტას უკრავდნენ და თან გვერდზე ის რა ქვია, ცეხი ქონდათ დაქოქილი და აღებმიცემობა ქონდათ. ეხლა რომ ყველას ისეთი საშუალო ჭანჭიკის ხალხს დაუარეს და უთხრეს რომ აბა ეხა 6 მილიონი 5 მილიონი დააბრუნეთ ჯიგრებოდა და არბიან ესენი სადაც დამალეს ხანთხრიან ხან მუთაკებს ეძებენ ხარაშვებიან და არიან უბედურ დღეში. შესაბამისად შიგნით ეს დაძაბულობა არის უბრალოდ შიში კრავს ამ ყველაფერს და აქეთ არის გაუტეხლობა რომელიც ამას ვერ იჯერებენ რომ ადამიანები ქუჩაში როგორ შეიძლება ფულის გარეშე გამოდიოდნენ და ყველა იმ იდიოტის გასაგონად მინდა ვთქვა იდიოტის ქართულ ოცნებას რო უჭერს ხარს და მართლა გონია რომ იქ წამოდი და იქ თუ მართლა ფულს არიგებენ რუსთაველზე წამოდი შენც რაღაც 2 კაპიკი გააკეთე მაგ განცხადების გამო ლევან ხაბეიშვილი ციხეშია დიდად ნუ დაიწყებთ პირდაპირ ეთერიდან ვინვესტვის ფულის ინტერესის გაჩენას შესაძლებელია არავინ არავის არ ურიგებს გულწრფელი წინააღმდეგობა არის, რასაც ვერ ერევიან, ვერ ამარცხებენ და არის ცოფებს ყრიან. არ ჯერათ ამის და ეგ დაანგრევს. აი პოლიტიკურ საზოგადოების ნაწილი ვართ, ეხა ჩვენგან უნდათ რომ არ მინდა ეხა დავდგეთ და სხვები კიდევ აკრიტიკო, მაგრამ ჩვენგან უნდათ რომ რაღაცა სასწაული მოვახდინოთ და სასწაულს არ ხდება ეს სასწაულები და 8 საათზე რაღაცაც აგაიხსნება მაგის არც მჯეროდა არ მინდოდა და მაშინ რაღაცა დამეჩხავდა თან მithumetes ეხა ის ხალხი ციხეშია, მაგრამ ესეთი ავანტიურების არ მჯერა და ავანტიურ გრძელვადიან მომქანცველ ბრძონაში ვართ. კანცი გვაქვს გამძვრალი, დაღლილები ვართ, ნერვებზე ვართ, უკვე ერთმანეთი დავჭამოთ ისე ვართ, მაგრამ აი ეს გაუტეხლობა და წინააღმდეგობა არის ის, რაც ამათ დაამარცხებთ და რაც აგვაშენებინებს უკეთეს ქვეყანას. აგერ მე, აგერ თქვენ, ის გუნდი არ არის მონოლითური, იქ იმდენი ბზარია, ხო ხედავ, ბზარი კი არა ერთმანეთს იჭერენ. ერთმანეთს იჭერენ და როგორ ექცევი. ჩვენ რო გამოდიოდით და ვიძახოდით რომ ეს ღორი ქარსელაძე თქო ფულს იპარავს 20 წელი რომ მაგისტრალს ვაშენებთ იმის ხიდი რო ჩაინგრევა და პარლამენტში რო გამოდიოდი და ვიძახდით რომ იმდენი არმატურა და ცემენტი მოიპარა ტიპმა რომ წად დაიჭირეთ ხო გვეუნებოდნენ პოპულისტები ხართ სახელმწიფოს ებძვით არ აღმოჩნდა რომ გაყალბებულები და მოპარული ქონდათ ყველაფერი და საერთაშორისო ექსპერტის ცნობებს იმაშებოდნენ არ ვიძახდით ღარიბაშვილზე კორუმპირებულია თქო და რომ გამოდიოდნენ და ხო და ფული პენსიონერი კაცია მაგრამ დიდარი კაცია არ აღმოჩნდა რომ მართლები ვიყავით შესაბამისად ერთმანეთს არიან დარეულები აქეთ მინდა ყველა გავამხნევ წინააღმდეგობა აი 28-ში უნდა დავირაზმოთ დედაწულიანა ყველა მიდის თქვენი პოლიტიკური გუნდი 28-ის აქციაზე ეს შეიმბოლო ჩვენ ორგანიზატორები არა ვართ არც არავინ არა იქ ორგანიზატორი მაგრამ ჩვენ ვთქვით რომ ვისაც გული ერჩის აბა ეხა ეს რაღაც მარშით და ცალკე ლელო შემოგიერთით არა, მაგრამ იქ იქნება დარწმუნებული ვარ აბსოლუტურად ყველა ვინც ახლა გარეთ არის, კი აუცილებლად ვიქნები იქ. 28-ში გარეთ ამათ დავენახოთ რომ თავი არ დაგვიხრია და წინააღმდეგობა არ ჯერათ ჩვენი გულწრფელი წინააღმდეგობის ეშინიათ ჩვენი გულწრფელი წინააღმდეგობის და აი ახლა მაგრა კიდე კამრები შემოვიჭიროთ უფრო მაგრა და კიდე მაგრა ვიბრძოლოთ.